ვახტანგ ჯაფარიძე, ფსიქოლოგი. და დღეს ვაგრძელებთ მე-7 დღე უკვე, რაც ვაგრძელებთ ამ პატარ-პატარა ვიდეო ჩართვებს, გნებავთ გაკვეთილები დაუძახოთ, გნებავთ უბრალოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, საუბრები სასარგებლო თემებზე, კერძოდ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ფსიქოლოგიურად, სწორად და სასარგებლოდ 2025 წელი და როგორ მოვმართოთ საკუთარი თავი იმისათვის, რომ შემდეგი წელი და შემდგომი პერსპექტივაც იყოს ჩვენთვის უფრო შედეგიანი. და შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოები, წინა 6 ვიდეო, ასე ვთქვათ, რომელიც უკვე ჩავწერეთ, და რომელშიც გავაზიარეთ ძალიან ბევრი საინტერესო მეთოდი და სავარჯიშო, რომელიც მოგცემს საშუალებას ერთის მხრივ ესეთი პატარ-პატარა ერთი შეხედვით ზედაპირული ტექნიკების გამოყენებით განახორციელოთ ძალიან სიღრმისეული და რასთვარი შედეგიანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ. იმიტომ რომ ჩვენს twins აქვს უნიკალური თვისება. მას მოსწონს სწავლა, ასე ვთქვათ, სიამოვნებით. ამიტომ, როდესაც ვიყენებთ ერთ შეხედვით მარტივ კომფორტულ მეთოდებს, რომელიც არ გულისხმობს საკუთარ თავში, ასე ვთქვათ, საკუთარი ტკივილების ქექვას, ზედაპირზე ამოტანას, ასე ვთქვათ, როდესაც მივდივართ სხვა გზით, ხო? ასე ვთქვათ, უფრო ეკოლოგიური გზით, ასე დავარქმევდი. ამ შემთხვევაში ჩვენი twin-ი გასაგებად უფრო სიამოვნებით მოყვება და არანაირ წინააღმდეგობას არ ქმნის ამ ცვლილებების გზაზე. დღეს მინდა ვისაუბრო ზუსტად ცოტა უფრო სიღრმისეულ თემაზე, რასაც ქვია ჩვენი ცხოვრების ხორციელი მატერიალური ნაწილი და ჩვენი ცხოვრების სულიერი ნაწილი, ხო, კვანტური ნაწილი. რატომ მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ? საქმე იმაშია, რომ ჩვენ როგორც ინდივიდი ვართ ჩართული გარკვეულ ერთობებში, ხო? მაგალითად, თქვენ ხართ თქვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი ოჯახი მთელი საგვარეულოს ნაწილია. საგვარეულო არის ეროვნების ნაწილი, ეროვნება ადამიანთა მოდგმის ნაწილი, ან ცივილიზაციის ნაწილი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველა ეს ერთობა, რომელშიც ვართ ჩართული, მოქმედებს ჩვენზე, ტოვებს ძალიან სერიოზულ კვალს, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამ ხელაზე გავლენას ახდენს ჩვენზე ამ ერთობათა ერთობლიობა, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, და ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს ის, რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ვიდრე ის, რასაც ვაცნობიერებთ. ხშირად არის ხოლმე ჩვენთან კონსულტაციაზე მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ რაღაც აზროვნება მაქვთ, ეს მიშლის და მიქმნის პრობლემებს. და ამის გამო მინდა გავთავისუფლდე, მეუბნები, რომ ეგ პრობლემა არ გიქმნის. ეგ აზროვნება არ გიქმნის შენ პრობლემას, შენ პრობლემას გიქმნის აბსოლუტურად სხვა სააზროვნო პროცესები, რომელსაც ვერ აცნობიერებ ხოლმე და ამ წესიდან გამონაკლისი არ მახსოვს, ეგერ უკვე 25 წელია ადამიანებს ვეხმარებ საკუთარი ცხოვრების მოყვანაში, მეტნაკლებად კარგ ფორმაში. და საქმე იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი როგორც ინდივიდის და აი ამ ერთობათა, რომელთა ნაწილიც ვართ, ძალიან ჰარმონიული ურთიერთქმედება. იმისათვის, რომ ჩვენ მოვექცეთ არა დესტრუქციული ზეგავლენების ქვეშ, არამედ მივიღოთ ბრდომა, აი ამ ერთობების, მაგალითად ოჯახის საგვარეულო ეროვნება, ხსარებლობა და ასე შემდეგ, პოზიტიურ რესურსებთან ბრდომა. როგორ ვაკეთებთ ამას ტექნიკურად? ამას აქვს ასევე სავარჯიშოს ფორმა, სავარჯიშოს ნაწილი. გასულთ ალბათ ეს ტექნიკა, როდესაც ესე ვიღებთ ორ ხელს, უბრალოდ მე ახლოს მიჭირავს, რომ კადრში ჩანს, თქვენ შეგიძლიათ ცოტა დისტანციაზე დაიკავოთ. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ორი თებში გიჭირავთ ხელში. ესე გიჭირავს ორი ხელი, მოადუნეთ ხელის მტევნები, ნუზაბავთ, მხრები. წარმოვიდგინეთ, რომ ერთ ხელზე არის კონცენტრირებული მატერიალური, დასრული, ხორციელი, ინდივიდუალური. მეორე ხელზე არის კონცენტრირებული
მარადიული, უკიდეგანო, აა დაუსაბამო, საყოველთაოდ ვქნებოდ. ამის ვიზუალიზაციას არ ჭირდებათ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ერთ ხელზე, მეორე ხელზე დაუშვით ეს იდეის დონეზე. შემდეგ დახუჭეთ თვალი და გადაიტანეთ ყურადღება წერტილზე, აი აქ თავს ზემოთ დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის დისტანციაზე. და ამ წერტილზე კონცენტრირდებით დაუგდეთ ყურის საკუთარ შეგრძნებებს. რაღაცა მომენტში იგრძნობთ, რომ თქვენში გაისადგურა საოცარმა შინაგანმა წონასწორობამ. ეს შთაბეჭდილება გაგიჩნდებათ, შთაბეჭდილება კი არა, ფიზიკური შეგრძნება გაგიჩნდებათ იმისა, რომ თქვენში რაღაცა ჭიდილი და ბრძოლა დამთავრდა. შეიძლება იმ მომენტში გააცნობიეროთ, რომ ეს გარეწნეთი, რომელსაც განიცდით ცხოვრების მანძილზე, მაგრამ უბრალოდ ვერ აცნობიერებით, ხო? უცებ ეს ამ წნეხის შეგრძნება გაქრეს და მოხვიდეთ აბსოლუტურ ჰარმონიაში გარე სამყაროსთან. ამაზე შეიძლება ეს სავარჯიშო დასრულებულად ჩავთვალოთ. იმ შემთხვევაში, თუ მას პერიოდულად გააკეთებთ, მაგალითად კვირაში ერთხელ, ხანში შეამჩნევთ, რომ გახდებით გაცილებით უფრო სტაბილური ემოციურად. არ გექნებათ ყურადღების შენარჩუნების პრობლემა არაფერზე, რაც არის დღევანდელი, ესე ვთქვათ, ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა. გახდებით გაცილებით უფრო შემოქმედებითი და სულ უფრო და უფრო ღრმა აზრებს დაიჭერთ საკუთარ თავში. საკუთარ თავი გაგაოცებთ ძალიან სასიამოვნოდ. დღეისათვის სულ ეს არის, ხვალ განვაგრძობთ ჩვენს მოგზაურობას, რომელიც გაგრძელდება კიდევ 2 კვირის მანძილზე. გისურვებთ სასარგებლო და სასიამოვნო გააზრებებს. გაუზიარეთ ეს ვიდეო, მათთვისაც თვლით, რომ ეს წარდგება დაეხმარება, ასე ვთქვათ, ვიზაც გული შეგრილათ. ასევე შეიძლება კომენტარებში მოდი დავწეროთ აი ამ კვირის განმავლობაში, აი ამ ვიდეოების შედეგად, რა პოზიტიური ცვლილებები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რა იყო ყველაზე სასარგებლო, რა გააზრება აღმოჩნდა თქვენთვის, ასეთი სასიამოვნოდ სასარგებლო და გასაკვირი. გამიზიარეთ თქვენი აზრები, რომ ძალიან მაინტერესებს თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ამ გზაზე რა შედეგები გაქვთ. აბა, გისურვებთ სასიამოვნო მშვიდ ღამეს, ვისთანაც ღამეა, ვისთანაც დღეა, კარგ დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.